ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ირანის კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ალავერდი ხან უნდილაძის ცხოვრება და მოღვაწეობა საფავიანთა დინასტიის პერიოდში. ალავერდი ხან უნდილაძე ჭკვიანი, გამოცდილი და განათლებული პიროვნება იყო, რომლის დიდი დამსახურებაა ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზე 33 თაღიანი ხიდის აშენება. ხიდი ორსართულიანია და კედლებიც თხელი ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს გუმბათები ამშვენებს. ქვედა სართულზე შეჭრილ ოთახებში ჩაიხანებია გახსნილი. ხიდი 100 მეტრის სიგრძისაა, რომლის 33 თაღიც ქართული ანბანის 33 ასობგერა შეესაბამება. შაჰის კარზე ალავერდი ხან უნდილაძე როგორც გამორჩეული სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. პატივისცემის ნიშნად შაჰმა ჯარის პირველ ყულარაღასად დანიშნა და შემდგომ მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმების გატარება. როგორც სარდალმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ოსმალეთთან ომში. აბას პირველის ბრძანებით ალავერდი ხან უნდილაძე გარდაცვალების შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს. დაახლოებით 40 ქართველი დიდი თანამდებობისა არის, რომელიც მოღვაწეობდნენ შაჰ აბასის დროს, მათ შორის არიან რამოდენიმე საგვარეულოს წარმოადგენლები, მაგალითად ასეთი საგვარეულო იყო უნდილაიძეთა საგვარეულო, რომელთა წარმოადგენლები იყვნენ მაგალითად ალავერდი ხან უნდილაიძე, მისი შვილი იმამყოლი ხან უნდილაიძე. ალავერდი ხანი იყო სხვათა შორის 11 წლისა იყო, როცა ტყვედ გადმოასახლეს ირანში, მან ძალიან სწრაფად გაიარა წარმატების საფეხურები, ის გახდა შაჰ აბასის პირველ სპასალარი და იყო შაჰ აბასის მარჯვენა ხელი. მან უამრავი კულტურული და ძალიან კარგი საქმე გააკეთა, მათ შორის არის ისპაჰანში დიდებული ულამაზესი ხიდი, რომელსაც უწოდებენ 33 თაღიან ხიდი და სხვათა შორის დღეს მისი ბიუსტი, ალავერდი ხანის ბიუსტი ზუსტად მის მიერ აგებული ხიდის წინ დგას. მისი შვილმა სხვათა შორის დიდად ემსახურა ირანს. ერთი საუკუნის მანძილზე სპარსეთის ყურეს დიდი ნაწილი იყო პორტუგალიელთა მიერ დაპყრობილი და მან გაათავისუფლა ეს ტერიტორია ამ დამპყრობელთაგან და ამ მის პატივსაცემლად მისი დიდი ძეგლი არის ზუსტად სპარსეთის ყურეზე დადგმული და მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ეს საგვარეულო, არამედ ირანის სხვადასხვა ქალაქებშიც იყვნენ საგვარეულები, რომელიც საუკუნის მანძილზე მართავდნენ სხვადასხვა პროვინციებს, მაგალითად ხუზისტანის პროვინციაში ასეთი საგვარეულო იყო, რომელიც საუკუნის მანძილზე ბარათაშვილები, რომელიც საუკუნის მანძილზე მართავდნენ ამ დიდ ტერიტორიას და ამ პროვინციას და სხვათა შორის შაჰ აბასის დროს ირანის ნახევარი ტერიტორიას მართავდნენ ქართველები. ტრადიციულად დედაქალაქის, ანუ სატახტო ქალაქის ისპაჰანის დარუღა მართველი ყოველთვის უნდა და ყოფილიყო ქართველი და მთელი სეფიანთ დინასტიის დროს მართავდა დედაქალაქს ქართველი. ქართველები, რომელიც გადმოასახლეს ირანში, მაზანდარანში, ისპაჰანში და ფარსში მოხვდნენ, ამათ შორის ისპაჰანში მცხოვრები ქართველთა ქართველებმა დიდი თანამდებობებს, წარმატებებს მიაღწიეს, რომლებიც იყვნენ სხვათა შორის ჩვენი წინაპრები. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო იმათ მოუწიათ, რომ მათი დიდი ნაწილს რომ დაეტოვებინათ სატახტო ქალაქი და წასულიყვნენ ისპაჰანის დასავლეთისკენ, სადაც არის ფერეიდანი. ირანში, კერძოდ ისპაჰანში, დღესაც მრავლად შევხვდებით წარმატებულ ქართველებს. ამათგან ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს, ნაწილი კი საკუთარი ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული. ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება მაჰმუდ სეფიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი საწარმოს ხელმძღვანელია. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხორციელდება.
چون تهرانچی گازدویل وار کارتفلی تهرانچی بیولی لابراگومت تهرانچی پریدن کارتفلی بیولی لابراگومت این از دد از اینا بیولی لابراگومت چون آره ایمشی رو موصول وارد اسوانچی دا ایمشان موصول وارد ساکارتفلوچی می دستاولیه ساکارتفلو دد از اینا دستاولیه چم سولی دا چم امش سود کارتفلی آریان ساکارتفلوچی خود خیلی موصول وارد ارتل اوکان ارتل زین موصول وارد ماشین موصول وارد بعد را گوکم قاو سامی زلیک ارتلی موصوله ساکارتفلوچی ارتخیل موصوله لابراگوف پارسولت لابراگوفس این ماشین دستاولوت رو دست اینا کارتفلو آره رو گایز دید لبیس این ماشین اک گگته بولا از آتاس تصخرا اتخموز داشت متی زلی گگته بولا زلچی اتخموز دا آتی تونی گگته بیس نخه ورشیس ایرانشی میدیس نخه ور گریت میدیس گریت ها پرانگولی میدیس ساکارتفلو آرمنیلی دا ترکیلی امریکولی دا جرمنیلی سوق الگند میدیس اکا کارتفلی بی ارموز دا آتی کارتفلی کو کارخانه چی ისპაჰანის ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო აზადში ვჩერდებით. აზადი სპარსული სიტყვაა და ქართულად თავისუფლებას ნიშნავს. გულუხვად გმასპინძლობს სასტუმროს მფლობელი ბატონი გიორგი გუგუნაშვილი. ამბობს, რომ ქართველები ხშირად სტუმრობენ, რაც განსაკუთრებით ახარებს. ძალიან მიხარიან რომ ქართველები ჩამოდიან ირანში, მოდიან ჩვენ სასტუმროში, მე სასტუმრო აზარი მაქვს 60-ხლიანი ჩარბაღში ისპაანჩინა. ყველა ქართველებს დავპაჭი და ყველა ჩამოდიან მეგობრებმა ჩამოედენ პარსეკა ჩემთან მუშაობენ ქართველები, პარსელები დაახლოებით ბევრი ხალხი საქართველოსდან ჩამოდიან მიხარიან. მიხარია რომ აჭარას ტელევიზიონი ჩამოედეს ეხა გული გამიხარდა. ყველა ქართველებს დავპაჭი და ჩამოედენ ეხა ჩემს სასტუმრო ნახონ გონია რომ თავის სახლი მე რა გაიდენ საქართველოში თქო რომ რაჯულად ვიყნევის სასტუმრო აზადიჩინა და ყველანაირად გაიგებავს რა ამბავი ხდება ირანში ხალხი პარსელები ქართველები ერთად არიან და ერთადაც ცხოვრობენ ფესვები ასე ქვია ქართული ენის თვითმასწავლებელს, რომელიც სოსო მიქელაძის ავტორობით შეიქმნა და გამოიცა. თვითმასწავლებელი ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. ნაშრომში ანბანთან ერთად სიტყვები, წინადადებები და ქართული პოეზიის კლასიკური ნიმუშები ლოგიკური თანმიმდევრობითაა გაერთიანებული, რაც ქართული ენის დაუფლების სრულ წინაპირობას ქმნის. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა, უღრმესი მადლობა გადგიხადოთ თქვენ აქ ჩამობრძანებისთვის და მოგახსენებთ, რომ აქაურ ქართველებს უმთავრესი პრობლემა ქართული ენის შესწავლისთვის ჯერ არის ოჯახი. ოჯახებში სამწუხაროდ დედმამა აღარ ლაპარაკობენ ქართულად ბავშვებთან. და ეს არის დიდი დარდი ჩვენ. ამიტომაც ვეცდებით, რომ ჩვენ მომავალ თაობას ვასწავლოთ ქართული ენა. და ძალიან სასიამოვნო ამბავი მინდა მოგახსენოთ, ჩემი უმთავრესი მოსწავლეები არიან ის გოგოები და ვაჟები, რომლებთანაც მის დედმამას არ ულაპარაკიათ ქართულად და ბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ მამაპაპურ ენაზე. და დიდი ინტერესით სარგებლობენ ქართული ენის შესწავლებისათვის.
ქართული ენის სწავლისთვის ჩვენ გვესაჭირებოდა წიგნი, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო ვასწავლოთ ქართული ენა. მე აქამდე დაახლოებით 3 ან 4 წიგნი შევცვალე და მივხვდი, რომ აქაურ ქართველებს ესაჭიროებათ წიგნი, რომელიც შეიცავდა აქაურ კულტურას ან აქაურ წესს-ჩვეულებას. და 4 წლის წინ გადავწყვიტე დავწერო წიგნი, რომლითაც ყველა სპარსულ ენოვანს შეეძლოს ქართული ენის წერვა, კითხვა. მე შევადგინე ეს წიგნი. ეს არის خودآموز زبان گرجی پسوبی برای فارسی زبانان. და ქართულად ქართული ენის თვითმასწავლებელი ფესვები სპარსულ ენოვანთოთათვის. სახელი რატომ დავარქვი ფესვი? შეიძლება ფესვმა რამდენ ხანს არ გაიხაროს, მაგრამ როსაც ერთი წყალი ან სინესტე მოხდება, გამწონდება ის ხე ან მცენარე. და ამიტომაც დავარქვი მე ფესვები. ფესვებზე იხარებს ყველა მცენარე. და ამიტომაც ამ წიგნის და არის ხე, რომელსაც არ აქვს ფოთლები, ხოლო აქვს ფესვები. და ამ ხეს შეუძლია კიდევ ხელმეორედ გაიხაროს. როგორც ქართული ენა, აქ კიდევ ხელმეორედ აყვავდეს და შეისწავლონ ყველა მოხალისე. ამ წიგნს აქვს 2 სურათი. ერთი არის ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მეორე არის ფერდოვსი, რომელიც არიან ერთ დროს დაახლოებით ერთ დროს მოღვაწეობდნენ თითო თავის ქვეყანაში. ფერდოვსი ირანში, რუსთაველი კი საქართველოში. და ორივემ გადაარჩინეს თავიანთი მშობლიური ენა. ფერდოვსიმ ხელმეორედ დააბრუნა სპარსული ენა და რუსთაველმაც გააძლიერა ქართული ენა. მე მინდა ერთხელ კიდევ კენ მობზანება კენ ჩამოსვლა ირანში გაფრედანში ჩვენ ქართველებთანა კეთილი იყოს კენ მობზანობა. მადლობა გადავხადო კომპანია აჯარასა ხომ ეს ტელევიზიონი ჩამოვიდა ირანში და დახდა ჩვენ ქართველებთან და ჩვენ ქართველებთან ალბათ მე მგონია დრო ცოტა იყო ერთ კირი 10 დღე ძალიან ცოტა არის. მე ძალიან მინდოდა რომ ერთ თვის, ორი თვის ძალიან ქართველები გავაცმოდნენ ირანში, ყველა ქართველებთან ირანში ყოს ძალიან კაი ქართველები ცხოვრობენ, იქით გასულან გამოსულან. დრო უნდა იმასა რომ ის კაი ხალხების გაიცნათ, ჩვენ ქართველები ირანში კარგად ცხოვრობენ, ქართველები ჩვენი არიან უპრუსები, ბევრი უპრუსი ყო, ბანკის უპრუსებია, სამსახურის უპრუსებია. ქართველი ირანში, ეხლა მე მგონი 10,000 ქართველია რომ ლაპარაკობენ ქართველ ენაზე, კარგად ცხოვრობენ. იქ რო კარგად ცხოვრობენ,
შეიძლება რომ იქაც კარგად მე მგონია კომპანია აჯარასაც ის დროები არ აქვს რომ ბევრს ხან ირანში დარჩეს და ის კაი ხალხების ვაჩენო დღე არა ვკარგავთ იმ ჩვენ წინაპრების და ჩვენ ქართველობასა ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენ დედის ენა შუგუნახავ ყველაფერი ჩვენ წინაპრების საქმეები და მე მგონი ახლა საქართველოს ხომ იქ არის დიდი საქართველო და იქ არის პატარა საქართველო ჩვენ დიდი საქართველოსაც ხოვრო დეხმაროსხე ემ ჩვენ ახლანდელ ახალგაზრდებსა ბავშვებსა ციგნითა ამბანითა რამე ყველა რამეთა რომ ემამ არ დაკარგონ თავინ დედის ენა მაგრამ ყველა ქართველს უნდა რომ ისწავლოს დედის ენა ეხლა პრობლემია ციგნი ამბანი რამე რომეს კითხვა მონახვა მე ხომ ჩემთი მანქანათ რომ ჩამოვარყე საქართველოში ბევრი ციგნი ჩამომიტანია საქართველოს ხენა და იქ აურე გავყიდე და სკოლებში გავაძლევყე რომ იმ ახალგაზრდებმა იქ იკითხო ჩემ ოჯახში ლაპარაკობენ ქართველად და ჩემ მეუღლე ჩემ შვილები წერვენ და ლაპარაკობენ ქართველად და კითხობენ ძალიან ქართველად და კარგად ქართველად ლაპარაკობენ და ის მინდა რომ ციგნები და ისები რომ დავრეგოთ ხალხში და რომ არ დაეკარგოს ეს დედის ენა და მე მგონია ირანში არ დაეკარგების დედის ენა ახლა ხალხმა მონახა თავის საქართველო კარგად ჩემი ჩვენი პაპებმა ხომ ირანში ყნეს და ქართველად საუბრობდეს ირანელებთან და პარსელებთან ხო ამბობდეს ხო ჩვენ ვართ ქართველი ჩვენ ვართ იქით მოსული მაგრამ წასვლა მოსვლა ხო არ იყო ძალიან გულით უნდა რომ თავის საქართველო ნახოს ჩემი პაპა ჩემი მამა სუს უნდა რომ თავის დედამიწა ნახოს თავის ფესვი ნახოს იქით რომ გამოსულა იქ რომ თავის წინაპრები ყვარან ძალიან ნახოს თავის დედამიწას წაიდეს აკოცოს მაგრამ გონჯი იყო ცუდი იყო წასვლა მოსვლა ვერ წაიდეს ახლა ჩვენ კარგად წავალ და მოვალთ იმ ჩვენ მამების თამადობით ახლა ჩვენ წავალთ ჩვენ დედამიწას ვაკოცებავთ წავალთ იმ ჩვენ საქართველოში გავიცხოვრებავთ და ვაკოცებავთ იმ ჩვენ წინაპრების და იმ ჩვენ წინაპრების თამადობით წავალთ და ჩვენ საქართველოს ავკოცნით ახლა ერთი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენი ირანულ ხალხებსა პარსელ ხალხებსა ამ ჩვენ მოზობლებსა ამებსა რომ ძალიან ქართველს ეხმარებიან ქართველობა ირანში კარგად ცხოვრობას ნიშნავს ის ხო ხალხები მაგრამ თუ ხუთი კომლობა ხალხი არის თურქეთი პარსელი ქურდები ვინაც არიან ქართველი არის პირველად იქ საყურებელი იმ ხალხებთანა იმ ქართველის მეზობელი რომ სპარსელია ქართველმა მაგრამ თუ სახლი არ გაყიდოს და არ წაიდეს ის პარსელის სახლს არ გაყიდის და წაიდეს ძალიან უყვარს ქართველი დიდი მადლობა კიდევ მესამე ხელ ბატონო ქენა ბატონებო ჩემი კარგი ძმებო და კომპანია აჯარასა რომ ემ ჩემ პატარა საქართველოში დაახდა ემ ხალხებთან და ეხლა ჩემ ოჯახთან დაახდა დიდი მადლობა ქენა მაგარი ხარ ქენა გაუმარჯოს ქართველსა გაუმარჯოს საქართველოსა